აი მაგალითად ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების უვიზო გადაადგილება რო შეწყდეს. რამხელა დარტყმა იქნება ეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ჯიბეებზე. ხო წარმოგიდგენიათ? ასევე ახლა მაგას რატო ვლაპარაკო? ანუ რამდენად გადაბმულია, რამდენად დამოკიდებულია საქართველოს ეკონომიკა გლობალურ ეკონომიკურ პროცესებზე და გლობალურ სიტუაციაზე, ხო წარმოგიდგენიათ? ამიტომ ვამბობ, რომ ისეთ სახელმწიფოში, როგორიც არის საქართველო, რომელიც არის მოსახლეობითაც და ტერიტორიითაც შედარებით მცირე ზონის, ანუ შედარებით ნაკლები მოსახლეობა და ნაკლები მოცულობის ტერიტორია. არ არის აი ასე ვთქვათ, ერთსულ მოსახლეზე ძალიან ასე ვთქვათ, დიდი ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი, მათ შორის ბუნებრივი აირის, ანუ გაზისა და ნავთობის. ამ ვითარებაში თუ არ იქნება დიდი მეზობელი დიქტატორის მხარდაჭერა, საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს არანაირი რესურსი იმისი, რომ დამყარდეს კლასიკური გაგებით ავტორიტარული რეჟიმი, როგორც მაგალითად ეს არის დღეს ოფიციალურად აღიარებული, მათ შორის ეკონომისტის სიაში დემოკრატიის ინდექსის მიხედვით ქვეყნების ჩამონათვალში, როგორც ეს არის მაგალითად ირანში, რუსეთში, ბელორუსიაში, როგორც ეს არის მაგალითად თქვათ კუბაში და სოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ეს საქართველოში ვერ მოხერხდება, თუ არ იქნება დიდი მეზობელი დიქტატორის მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში კი ისეთი დიდი მეზობელი დიქტატორი, რომელმაც შეიძლება შეძლოს ამ დონის დახმარება საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებაზე, გარდა ვლადიმერ პუტინისა და ზოგადად კრემლის რეჟიმისა, ვერავინ ვერ იქნება. და სწორედ ვინც აქტუალურს ადევნებთ ჩემს აქტიურობას გეცოდინებათ, რომ ხშირად ვლაპარაკობ, რომ ვინაიდან პუტინი ვერ იმარჯვებს უკრაინაში და მისი საქმე მძიმედ მიდის და უფრო და უფრო კარგავს პოზიციებს სოფლიო მასშტაბით, აქედან გამომდინარე გამორიცხულია საქართველოში ვერავინ, ვინც არ უნდა ნატრულობდეს კლასიკური გაგებით ავტორიტარულ რეჟიმს, ვერ დაამყარებს. არ არის ამის ფინანსური რესურსი. მაგალითად, ისეთ სახელმწიფოებში ამისათვის უნდა იყოს გარკვეული მოცულობის გარკვეული სიდიდის შიდა ეკონომიკური სივრცე და გარკვეული მოცულობის ბუნებრივი რესურსები, მაგალითად გარკვეული ოდენობის, მაგალითად ნავთობი და ბუნებრივი აირი, ანუ გაზი. მაგალითად ამის წყალობით ახერხებდა არსებობას იზოლაციის პერიოდში, ესა პირობებში მაგალითად საბჭოთა კავშირი. მისი სიდიდის, როგორც ტერიტორიით, ასე მოსახლეობით და მისი ბუნებრივი რესურსების სიმრავლით, ნავთობი, ბუნებრივი აირი და ასე შემდეგ. და დიდი შიდა ეკონომიკური სივრცე, ანუ მიკრომსოფლიოს ვარიანტის მაგვარი შექმნა სტალინმა. და დღესაც რუსეთი ამ ომის პირობებში, ამ ეკონომიკური სანქციების და ასე შემდეგ, ასე თუ ისე რუსეთის ფედერაციაც თავისი სიდიდის თავისი დიდი შიდა ეკონომიკური სივრცის და დიდი ბუნებრივი რესურსების, მათ შორის ბუნებრივი აირის, ანუ გაზის, ნავთობის, ხე-ტყე და ასე შემდეგ დახმარებით ახერხებს, თუმცა მაინც გაჭირვებით ახერხებს. ანუ გაჭირვებით ახერხებს გულისხმობ იმას, რომ საშუალო ცხოვრების დონით დღეს საშუალო რუსი შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის საშუალო მოქალაქე ვერ ცხოვრობს და ალბათ შეიძლება ვერ ცხოვრობს უკეთესად და შეიძლება უფრო უარესადაც ცხოვრობდეს სუფთა ეკონომიკური პარამეტრებით რო გავზომოთ, ვიდრე საშუალო საქართველოს მოქალაქე. ეს იმ პირობებში, როდესაც მოგეხსენებათ საქართველოს არ განეკუთვნება მსოფლიოს მდიდარ სახელმწიფოთა ჩამონათვალს ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. ხო და თუ რუსეთი ვერ ახერხებს, მით უმეტეს საქართველო ხო ვერ მოახერხებს იზოლაციის პირობებში ავტორიტარული რეჟიმის შექმნას, როდესაც რუსეთსაც როგორ უჭირს, ხო ხედავთ? და ამიტომ ვამბობ მე ხშირად და ამიტომ ვიმეორებ, რომ ამიტომ მიუმართავ ოცნების ხელმძღვანელობას, რომ დაიწყეთ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარება. არ დაუშვათ, რომ საქართველოში საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემებით, მაგალითად ეკონომისტის სიაში დემოკრატიის ინდექსით, დემოკრატიის მაჩვენებელი რო დაბლა ჩაცდეს 4 ქულას. დღეს არის 2025 წლის მონაცემებით არის შეფასებული 4,34 მეასედი ქულით. ცნობისთვის იმავე სიაში 2011 წელს
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც ბატონი მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო უმრავლესობაში, შეფასებული იყო იმავე სიაში 4.74 მიასედი ქულით. ანუ იმ მონაცემებით უკვე მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის მმართველობისა და ბატონი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის მონაცემებს ჩაცდა იმ მონაცემებით. და იმავე მონაცემებით და შეგახსენებთ ის მონაცემები დემოკრატიის ინდექსის განსაზღვრავში მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან და ავტორიტეტულ მონაცემებად, მხოლოდ 0.34 მიასედი ქულა აშორებს 4 ქულამდე, ხოლო 4 ქულის ქვევით კი უკვე ოფიციალურად იწყება ავტორიტარული სახელმწიფოების ჩამონათვალი. ამიტომ არ დაუშვათ ოცნების ლიდერებს მოგმართავთ, რომ ჩაცდეს საქართველოს 4 ქულას. რადგან ეს საქართველოს ასეთ შემთხვევაში ძალიან ძვირი დაუჯდება, ეს იქნება უდიდესი ეკონომიკური დარტყმა. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დადგება საქართველოს ევროკავშირის წევრობის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის წევრობის სტატუსთან და საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო გადაადგილების საკითხთან სერიოზულად დადგება ეს თემა, რაც იქნება ძალიან დიდი დარტყმა საქართველოს ეკონომიკისათვის და თან ეს იმ პირობებში, რომ კლასიკური ავტორიტარული რეჟიმის დამყარება სიტყვაზე რო ვთქვათ, მაინც ვერ მოხერხდება, რადგან მოგეხსენებათ, რომ ვლადიმერ პუტინი საქმე ცუდად მიდის. ვლადიმერ პუტინოდ და უკრემლოდ კი დღეს საქართველოში, ვლადიმერ პუტინისა და კრემლის დახმარების გარეშე კი საქართველოში, როგორც ვთქვი, არ არსებობს კლასიკური გაგებით ავტორიტარული რეჟიმი ფიზიკურად ვერ დამყარდება. არ არის ამის არც ფინანსური, არც სხვანაირი რესურსი დღეს საქართველოში. ხოლო ვლადიმერ პუტინის საქმე როგორ მიდის, ამას თქვენ კარგად ხედავთ. მოსკოვში რა ხდება, უკვე ინტენსიურად იბომბება, როგორც ხედავთ, მოსკოვი, პეტერბურგი. აი გუშინ 2 დღის წინ ახალ წინადღეებში რო იყო მოსკოვში ინტენსიური შეტევა უკრაინული დრონების. გუშინ ტიუმენის ოლქში იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე. ტიუმენის ოლქი არის რუსეთში ნავთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომპოვებელი რეგიონი. იმ რეგიონში ტიუმენის ოლქში არის სურგუტი, მაგალითად ცნობილი ნავთობის ქალაქი. და ამ ახლა მაგალითად დღეს იმაში უკრაინის მხრიდან შეტევები იქნა განხორციელებული ყირიმის ტერიტორიაზე და